გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ უყურებთ მიხეილ სააკაშვილის გადაცემას. არა, ფუბლიეთ დაძვირდებით პოდკასტში. მიშა მშვილდაძის გადაცემას ხამი, სადაც მე და ჩემი უახლოესი მეგობარი რატი ვისაუბრებთ საქართველოში განვითარებულ მოგესალმებით მოვლენებზე. კი ბატონო. სად არის შენი ის კოკოლა თუ ფანტა? დიახ, ჩვენი გადაცემის სპონსორია QAnon. QAnon, კი ბატონო, დონალდ ტრამპი აფინანსებს ამ გადაცემას. რატი დღეს რაზე ვისაუბრებთ რატი? ჩვენ გვაქვს დღეს სამი წინასწარ განსაზღვრული თემა. დიახ. და აქედან არის პირველი თემა 26 მაისი და შეგვიძლია ამის განხილვით დავიწყოთ. გარდა მაყურებელო, გარდა იმ თემებისა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ასევე გვაქვს სიურპრიზი და ეს სიურპრიზი არის ახალი სტუმარი მოგესალმებით და გონია რომ საინტერესო პერსპექტივას შემოგთავაზებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ ხო, შენ დაიწყე განხილვა და მე შემოგვიყვება სათამაშოებს ავღნიშნოთ. არსი ქოლაქრუ წარმოადგენს ამ სათამაშოებს და ესენი არიან open air-ზე დამსწრები ხალხი. ჯენზიკები. ჯენზიკები. აი ესენი არიან, ვისაც დააბამენ პაკისტანელი ჟორები ვისაც. აშკარად დამულები არიან. აი ეს მოვა თქვენ შვილებს. კარგი, დღეს 26 მაისია. კი ბატონო. და ვისაუბროთ 26 მაისზე. დღეს რა მოხდა რატი? 26 მაისის დღევანდელი 26 მაისის განხილვასთან დავიწყებთ, ხო არ ჯობს რომ ისტორიულად განვიხილოთ 26 მაისი. იმიტომ რომ პირველი ესეთი რაღაცა ტრაგიკული გამოსვლება 26 მაისის ჩვენ გვაქვს ნაციონალური მოძრაობის პერიოდში, როცა ტრაგიკული ვისთვის გააჩნია, მაგრამ ნუ ტრაგიკული ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ამ დღეს მე ვიტყოდი რომ ტრიუმფალური ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ამ დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადარჩა 2011 წლის 26 მაისს. თუმცა მცდელობები იყო დამხობის და ეს უკვე ტრაგიზმი არის. ნუ ხა პირიქით რა, გამოწვევას გაუმკლავდა ჩვენი სახელმწიფო, ხა ეს კარგია ჩემი აზრით. ნუ ხა ტრაგიკული არის იმ განხრით რომ შეგვიძლია ეს განვიხილოთ რომ როგორც ნონა დამაფრინდაშვილმა თქვა, ეს არის 9 აპრილზე უარესი. 9 აპრილზე უარესი თუ არის, ესე იგი ტრაგიკული. ნონა იქ იყო და თამაშობდა და მას ჩეკმეიტი გაუკეთეს. კი, ამიტომ ხო, ვისაუბროთ 26 მაისზე რატი. შენი ღრმა რწმენით 26 მაისი რა არის საქართველოსთვის? 26 მაისი არის დამოუკიდებლობის დღე. მართლა? კი. ეს შენი ღრმა რწმენით თუ? მე ასე ვფიქრობ, რომ 26 მაისი არის დამოუკიდებლობის დღე. აი, რისი სიმბოლო არის 26 მაისი? იცი რა არის? აი 26 მაისს პირველ რიგში რასაც უნდა აკეთებდეს ქართული სახელმწიფო და საზოგადოება, აჩვენებდეს იმას, რომ არის დამოუკიდებელი და სუვერენული, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. სუვერენიტეტი ნიშნავს იმას, რომ შენ აკეთებ იმას, რაც გინდა საბოლოო ჯამში. ეხლა რეალურად რო განვიხილოთ ეს ყველაფერი. და მოდი განვიხილოთ რეალურად ეს ყველაფერი. არის თუ არა საქართველოს დამოუკიდებელი დღეს? დღეს არანაირად არ არის. მაშინ დღეს 26 მაისს რას უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ? ვიბრუნებდეთ დამოუკიდებლობას პირველ რიგში, ხო? არ ვიცი. კი ბატონო, მაშინ მოდი ისე ვთქვათ, რომ behind the scenes გავიდეთ და ეს არის 25 მაისს ჩაწერილი გადაცემა. ეხლა დიდი ალბათობით თქვენ 26-ში უყურებთ ამას, მაგრამ არ ვიცით ჩვენ რა მოხდა დღეს. ალბათ არაფერი, როგორც ყოველთვის, მაგრამ თუ რამე კაი მოხდა, კაი რა, ჩვენ ეს ვიწინასწარებთ ყველეთ და ჩვენ რა ვთქვით, მაგრამ იცი, აი ტრაგიკული არის რა 26 მაისი ახლა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ წარმოიდგინე ჯარმა უნდა დადოს ფიცი მიხეილ ყავილაშვილის წინ, ანუ ეს დიდი ტრაგედიაა. არა, ტრაგედია ამე. ეს ტრაგედია რა. რა გიხარია, დავკარგე სახელმწიფო რა. ეკოცები შემოგეცემაში. ჯერ არა მოქმედებულა კანონი, თქვენ არ ხარ ჯერ კოცები. ო, აზი ტრაგედიას როცა ვახსენებ, გავაკეთოთ. 13 წელია საქართველოში არ ჩატარებულა აღლუმი რატი. რას ფიქრობ ამის მიზეზზე? 13 არა 12 ბოდიში, რაც მევიდნენ ესენი არ ჩაუტარებიათ აღლუმი. რატო არ ჩაუტარებიათ აღლუმი 26 მაისს? არა მარტო აღლუმი არ ჩაუტარებიათ, მე გეტყვი ესეთ ინფორმაციას, რომ ჩვენ არ გვაქვს ეროვნული თავდაცვის გეგმა, რომელიც ყოველ წელს უნდა იდეაში აქვეყნებდეს სახელმწიფო. ნუ ეს არ ვიცი ეროვნული თავდაცვა რაც ეგეთი ქვია რა საბოლოო ჯამში, რაც ნიშნავს, რომ ნუ შენი პრიორიტეტები რა არის ამ წლის განმავლობაში, რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო, რომ რაღაც ნატოში გაწევრიანება, ევროპის კავშირში გაწევრიანება. მას შემდეგ რაც საქართველოში კოცემა გაიმარჯვეს, იმ დღიდან მოყოლებული ჩვენი გეგმა არ გვაქვს, პრიორიტეტაც კი არ გვიწერე. ნებისმიერ რაღაც შეიძლება ჩაწერო მან, ანუ
რა ვიცი, ემიგრანტების სახლში დაბრუნება, მაღალი პენსიები რა, ანუ რა, შენი სტრატეგიული მიზანი, რომელსაც ყველა ქვეყანა იდეაში აქვეყნებს, მაგრამ ხო ჩვენ მე არ გვაქვს, მაგრამ მე ახლა უფრო მაინც 26 მაისს წილში ვარ, იმიტომ რომ 26 მაისს, ნუ ახლა ჩვენ ისეთ ქვეყანაში გავიზარდეთ, რომ მივეჩვიეთ, რომ ჩვენი ჯარი ჩამოივლიდა ხოლმე რუსთაველის ქუჩაზე და ჩვენ ეს გვიხარდა და რომ რა კარგია ქართველი ისა. ახლა ამას ცალსახად არ ატარებენ ხოცები რაღაც მიზეზის და გამომდინარე, ხო? კი ბატონო. აი, მოდი ამაზე ვისპეკულიროთ. შენი აზრით რა არის ეს მიზეზები, რის გამოც ხოცები არ ატარებენ აღლუმს 12 წელია? მე დიახ, შეგარგოს. უგახსენებთ ახლავე. დიახ. პირველი და ესეთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ანუ საქართველოს როგორც სახელმწიფო ფაქტობრივად არ არსებობს და რას ნიშნავს ეს რა? ანუ ეხლა უყურე, შენ თუ გაქვს სახელმწიფო, პირველ რიგში ყავს ძლიერი ჯარი. დიახ. ძლიერი ჯარის გარეშე არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო. ნუ თუ არსებობს, ძალიან მალე ალბათ აღარ იარსებებს. იმიტომ რომ მით უმეტეს იმ რეგიონში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს შეიძლება ეს რა ქვია, გაправდეს იმით, რომ ჩვენ რა ვიღაცებს არ ვაღიზიანებთ, მაგრამ აი 2 წამი წარმოიდგინე სიტუაცია, რომ ყველაფერი აირია მთელ სოფლიოში და გინდა რომ რა ვიცი, მე რომელიმე ქვეყანა დაიპყრო, იმიტომ რომ არავინ აღარ შეგეკითხება ეს რატო გააკეთე, ხო და ვის დაიპყრო პირველი, რა თქმა უნდა იმას, რომელსაც რა ვიცი, მე ცხოვრებაში არასდროს აღლუმი არ ჩაუტარებია კი არა, ჯარისკაცები იწყავს მალავს და იძახის რომ არ ყავს. ეგ ერთია, მაგრამ მაინც ვოლოლო შენ, რამე თუ შენ ვერ გამოიცანე ამის თავარი მიზეზი, რატო არ ატარებენ აღლუმს? აბა გისმენ. იქნება არ ვიცი და ხო. დიახ. ეს არის ჩვეულებრივი სიმბოლური მოვლენა. უნდა იყოს ისე, რომ უნდა იცოდეს მესიჯი უნდა გააზანოს სახელმწიფომ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში არ ფასდება სახელმწიფოს ამსახვარი, არ ფასდება გმირობა, რამე თუ იგივენაირად ანწუხელიძეს აკნინებენ. ასევე არ ფასდება ქვეყნისთვის თავდადება და რაღაცა და ჯარი არც ყავს, ხო, ნუ ეგ სწორად თქვი, ხა მანდი გამოკლები, მაგრამ ეს ის არის, რომ ქართველმა უნდა იცოდეს სამხედრომ უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყნისთვის თუ მოკვდება ყველა ყლეზე დაიგიდებს და მეორე არის ის, რომ მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ დაუცველია. და მე უნდა ეშინოდეს იმის, რომ აი ჩვენ ჯარი არ აყავ. როგორც ხო, სალომე ზურაბიშვილი იტყოდა, არც ყავს და არც გვეყოლებს. ხო, კი ბატონო. ხო, ერთი ეგ არის. მეორე ეს არის პირდაპირ ჩრდილოული დავარება. ეხლა მე ქოცე არ მიგჯერა იმას, რომ ქოცი მოიფიქრებდა იმას, რომ ქართველი როგორ გავწეხოთ და ვიღაცა დაждდებოდა ბიძინა ივანიშვილის სტაფერი და ამას იფიქრებდა. ეს არის პირდაპირ კგბ-შნიკური ფსიქოლოგიური ოპერაცია, რომ აი ქართველებს გავუტეხოთ ესა რა. ამიტომაც არ ტარდება აღლუმი და ვიზედაც ხო პირდაპირ კარგავს სიამაყის შეგრძნებას, ანუ რა თუნდა მაგას ბევრი ლაპარაკი რა, ანუ რა ის გაქვს რა საბოლოო ჯამში, რომ ანუ რითი ამაყობს შე როგორც რა ვიცი მე ამ ქვეყნის მოქალაქე, რომ ანუ ნუ ერთი ეგ ნებისმიერ ამით რითაც არ უნდა ამაყობდე 2 წამში დაინგრევა თუ შენ არ კარგავს თავდაცვა. ეგ ერთი მეორე რეცეპტი, ანუ ისევ ფსიქოლოგიურ მხარეზე რომ გადავიდეთ, ანუ დელტაც რატო გააუქმეს? ეს ფიზიკური არის ის, რომ რა თქმა უნდა აქედან შედეგი ვერ ნახოს საქართველოს თავდაცვამ, მაგრამ მეორე არის გააუქმეს რა დელტა არ გააუქმებიათ, მაგრამ ფაქტობრივად გააუქმეს დელტა. იმიტომ რომ თქვა რომ უფასურად აჩვენო რომ აი საქართველოს არ აწარმოებს არაფერს. თორე წარმოგიდგენ ხა უკრაინაში ომი რო დაიწყებოდა და დელტა რო ჩვენთან აქტიური ყოფილიყო, რამდენ ფულს იშოვიდა მარტო დელტა ამ სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსით. მაგრამ ეს ფული შენ არ უნდა გქონდეს. ხო და აქ რა არის ხა? ძირფას ქართველო რა. რომ დადიხარ იქა და სადღი გზელოებს რომ ამბობ, წმინდა გიორგის სადღი გზელოებს რომ იძახი და რაღაცეები. წმინდა გიორგი არის მეომართა ღმერთი და ისა რომ ღმერთი რა იყო და წმინდა გიორგის. ხო და რო დადიხარ აქ გაუმარჯოს ჩვენ და 9 ძმა ხერხეულიძეს და რაღაცეებს გაუმარჯოს და რაღაცა ესეთი რაღაცეები. ამ დროს შენივე თავრობა რომელსაც შენ აძლევ ამ იმიდან რა ქვია кейფიდან წავსული ხმას, იმიტომ რომ ყვერი ხარ, მე დგება და გიუქმებს ჯარს და დაქცინის ანჩუხელიძეს. ხო და ეს ჩემი აზრით ცალსახად ტრაგიკული რაღაცაა, ხო? დიახ, დიახ. ეს ერთი და მეორე კიდე ხა მან 26 მაისზე რო ვილაპარაკოთ რა. ეხა ოპოზიციაზეც რო უკბინოთ ცოტა. იმიტომ რომ ეგენიც ხო საქმიანები არიან. შენ უფრო კარგად გეცოდინება რა გეგმა აქვს დღევანდელი დღისთვის ოპოზიციას? დიახ. რა, მართლა უკეთესად გეცოდინება? არა, ხო, არ ვიცი, იცი რა არის, ნუ საბოლოო ჯამში და საბოლოო ჯამში, ნუ რამდენიც ვიცი, ეგ არის რომ რაღაც მარშები არის დაგეგმილი რამდენიმე და ვაიმე ხო ეხ განცხადება გავრცელდა სხვათა შორის გამახსენდა მაგაზე
ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმამ იმას ქნა რა ქვია გავრცელა განცხადება რომ ქართული ოცნება სპეკულირებს იმით რომ ჩვენ თითქოს რაღაც პროვოკაციებს მოვაწყობთ იქ და ნურას უკაცრავად არანაირი პროვოკაცია არ იქნება 26 მაისს, რაც ხა სასაცილოა, იმიტომ რომ და იქ მიაყოლე საბოლოო ჯამში, რომ ერთადერთი ვინც პროვოკაციას აწყობს ქართული ოცნება, მაგრამ ის რა თუნდა ეგ განცხადება საბოლოო ჯამში რას ნიშნავს პროვოკაციას არ ვაწყობ. ჯერ ერთი დაფიქრდი, რატო არის ეგ პროვოკაცია, რატო შედიხარ მაგ ლინგვისტურ თამაში, რომ ეს რა ქვია პროვოკაციას აწყობ თუ არ მოაწყობ, თუ რაღაც საკეთებ და შედი ქვეყანა გიყვარს და თვლი რომ ეს საჭიროა გააკეთე ეგ ხო რატო ეძახე პროვოკაციას ცალსახად სუდის თქო ისე როგორც პროპაგანდა რატო არის ხო არ ვიცი ხო და რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს კონკრეტული გეგმები არის ის რომ ვიღაც ადამიანები თუ კონკრეტული ადამიანების ჯგუფები აპირებენ სხვადასხვა რაღაც გაკეთებას დამოუკიდებლად ეს არანაირი საერთო გეგმა არ არის ჩვენ რა გამოდის ესე იგი მე რა მინდოდა რომ გეთქვა ახლა ჩვენ ამას უთმობთ 26 მაისს ხო ეგრე გამოდის იმიტომ რომ საბოლოო ჯამში გამოვა ის რომ რაღაც წარმოიდგინე რომ აქეთ ამ ხარეს რაღაც რა ვიცი მე ოპერასთან მაგალითად იქნებიან ვიღაც ხალხი რომელიც წაიკითხავს ლექციას რატომ არის დამოუკიდებლობა კარგი და იქიდან 200 მეტრში იქნება რა ვიცი მე ვიღაც ქოცი რომელიც ამათ დედას აგინებს ხო და ეხლა უყურე მან როგორ რაღაცა 9 აპრილი რატო არ დაუთმეს იმიტომ რომ 9 აპრილი არის გარდა იმისა რომ ამ ქვეყანაში დამოუკიდებლობის აღდგენის დღე არის ამავდროულად დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლო ზუსტად აი ისეთი ცნობილი შვიდობიანი პროტესტის სიმბოლო არის, რომელსაც ესენი ძალიან დიდი იმით რა ქვია განაგებენ. ამბობენ რომ ჩვენია და გვიხარია და რაღაცა. მაგრამ ამავდროულად თუ 9 აპრილს არ უთმობ და ეს არის ბრძოლის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლო 9 აპრილი. 26 მაისი არის ამ ბრძოლაში გამარჯვების სიმბოლო, ხო? ხო და ამ ბრძოლაში გამარჯვების სიმბოლოს რა იმით უთმობ, რა ლოგიკით უთმობ? ჩემი ღრმა ეჭვი არის მანდრო, რაც უფრო მანდ როგორ არის ეხლა უყურე სინამდვილეში რა ხდება გეტყვი. რაც უფრო მეტი ადამიანი შემოდის ამ რაღაცა არ ვიცი მე დაგეგმების და რაღაცებს რომ ზოგადად ესე არის რომ თუ იქ 100 ადამიანს ეკითხები შენ აზრს რომ რაღაც რა უნდა გავაკეთო ამ დღეს რა თქმა უნდა ძალიან ბევრი აზრი არის და იმისთვის რომ რაღაცაზე შეთანხმდე გჭირდება რომ სხვადასხვა კომპრომისებზე წახვიდე იმიტომ რომ უფრო მეტისთვის მისაღები არის ის რაც ნაკლებად რა ვიცი მე ბრჭყალებში საზიანოა ხო ან რაღაც ნაკლებ რა ვიცი მე დაპირისპირებას იწვევს ნაკლებად რაღაცა პლუს ინტერესთა კონფლიქტები მთელი ამბები რა ეხლა ეგ სიტუაცია რომ პირიქით წარმოიდგინო სადაც არ ვიცი მე პოლიტიკოსები მაგალითად გამოდიან და იძახიან რომ არა ჩვენ 26 მაისს ვიქნებით იქ და ეს არის ჩვენი დღე და ხალხო შემოგვიერთდით ეს არის რომ ის ჯგუფები შენ გარშემო ერთიანდებიან და ეხლა არის რომ ყველა თავის პონჩი რაღაცებს აკეთებს რაც ხო ანუ სულ არაფერს ჯობს მაგრამ უბრალოდ სასაცილოა რა არ ვიცი ანუ ეხავს არ შეიძლება იცი რაღაცა აკეთება რა არის იცი აქ არის საბოლოო ჯამში no balls 9 აპრილზე იცოდნენ რომ კოცები არაფერს არ გააკეთებდნენ ახლა აქიციან რომ ეს არის რა ქვია სახელმწიფო დღესასწაული არის და ამას ატარებს პირდაპირ სახელმწიფო მთელი თავისი აღმასრულებელი ძალით მაგრამ ის ყველები არა აქვს რომ შეუშალონ ხელი 9 აპრილზე არაფერი არ ხდებოდა სახელმწიფოს მიერ просто უნდა მისულიყვნენ იქ და დამდგარიყვნენ კოცები ამაზე გადაეფანენ და რაღაცა 26 მაისი არ აქვს აი პროვოკაცია ეწევს რომ მართლა არ შეუძლია ხო და დავამატებ ამას ჩემი ღრმარწმენით ხო რომ ესეთი ამბავი არის რომ ეს წინა 26 მაისის გამოსილება რომელიც ჩვენ დასაწყისში ვახსენეთ სავარაუდოდ ჩარჩენილი არის როგორც აი ტრავმატული გამოსილება რომ ვიღაცები ეცადნენ სახელმწიფოს სუვერენიტეტის შენ ამბობ რომ ესენი და დავასრულებ თუ შეიძლება ხო არის სახელმწიფოს სუვერენიტეტი რომ შეებღალათ და გადატრიალება მოეხდათ ქვეყანაში და ჩვენ როგორც კარგმა ხალხმა ესეთი რაღაც არ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისთვის რაღაც აბსტრაქტული მიზეზით მაგრამ რო დაფიქრდე რეალურად ანუ ის ვინც 26 მაისს გადატრიალებას აწყობდა დღეს არის ხელისუფლებაში და პირიქით უნდა ქნა მაშინ ხო პირიქით უნდა ქნა ხო რანაირად არის ხო ეგ ანუ რანაირად შეიძლება მაგორ შორის რამე პარალელის გავლება იმ გაგებით რომ აი 26 მაისი არ უნდა ჩაიშალოს ქვეყანაში ხო ანუ ჩაშლა გამოდის იმ შემთხვევაში თუ პირიქით ჩვენ არაფერს არ გააკეთებ ანუ ჩაიშალა იდეა დამოუკიდებლობის და ეგ არის ყველაფერი ეხლა მე ესე გეტყვი ვაფშე ჩვენთან 26 მაისი ჩაშლილია უკვე იმიტომ რომ არ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო რა ჩემ ფეხებს აღნიშნავ რისგან ხარ დამოუკიდებელი გარდა პასუხისმგებლობისა ქართველო მაგრამ ჩვენ ქვეყანაში დამოუკიდებელი რანაირად ვართ გეტყვი ეხლა მაგალითად აგერ ერთი კვირის წინ იყო მე მგონი უკრაინაში მებრძოლ ქართველს
ჩამოართვეს ის, რა ქვია, იარაღის ქონის უფლება რუსული სასამართლოს განჩინების საფუძველზე. დამოუკიდებელმა ქვეყანამ. ასევე რავიმე აქ ჩამოუყრაინეს ნაბრძოლ ქართველებს, რა თქო ჩამოდიან ვაჩერებს, ტერორისტები ვიქცევით, ხელებს უფათ ხო არ უშვებთ. პირდაპირ მნიშვნელობით არ უშვებენ ზოგს. კი ბატონო, არ უშვებთ კომიკოსებს, რომლებიც ესენი არიან, რა ქვია, რუსებზე გადაობენ, არ უშვებთ ქვეყანაში ადამიანებს, რომლებსაც რუსებზე ზოგადად ცუდი აქვთ ნათქვამი, მაგრამ ახლა ევროპარლამენტარები რაღაც არ შემოუშვებს. ხო, ევროპარლამენტარებს არ უშვებთ. და გავგებრობა იყო. ვართ ის, რა ქვია, რა მართლა ეგრე თქვეს, რომ გავგებრობა იყო. ხო, და მაგითო დიდია. უი. რა შემოგიშვი. ვართ კორიდორი სანქციებისთვის. ვაძლევთ რუსებს სიას იმ ადამიანების, ვინც კოდორის ოპერაციაში მონაწილეობდა. პირდაპირ 3 დღეში ვაძლევთ რუსებს საქართველოს საქართველოს მოგაქეობას. საქართველოს მიწებს და ქონებას. ხსნით რუსულ ბიზნესებს. კი ბატონო, ვარეგისტრირებთ რუსულ ბიზნესებს. შემოყიდით ქართულ ქონებას რუს ბიზნესმენებზე, ჭიათურაში მაგალითად. არასდროს არ ვამბობთ იმ ადამიანებზე, ვისაც იტაცებენ საოკუპაციო ხაზიდან. კი ბატონო. ეს არის სუდი, დიახ. არა, მართლა მთელი გადაცემა შეიძლება გაგრძელო, იმდენ ყლეობას ვაკეთებთ. კი ბატონო. აი, ნუ მოკლედ რას ვამბობ ხა ის, რომ არ ვარ ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო. არ გვაქვს დამოუკიდებელი გარე ისა პოლიტიკა. საგარეო პოლიტიკა. არ გვაქვს დამოუკიდებელი საშინაო პოლიტიკა. არ გვაქვს კანონები ჩვენი ცალსახად, იმიტომ რომ რუსული კანონების მიხედვით იჯებიან ქართველები. მეტი რავი რას ნიშნავს დამოუკიდებლობა. მართალია. შეგიძლია მითხრა? მეტი რამ აი რაში გამოიხატება საქართველოს დამოუკიდებლობა? აქ არის მოდი მაშინ მე ესეც მას შემოვიტან რა ქვია მივიღოთ. ჩვენ ესეთ ამბავს შემოვიტან ახლა ნახე. მაშინ ეს უკრაინის ომი რო დაიწყო, სავარაუდოდ გემახსოვრება შენს და მაყურებელო ალბათ შენს გემახსოვრება, რომ ესე იგი ძალიან ბევრი ქართველი ესეთი აქტივისტი ესეთ განცხადებას აკეთებდა, რომ ჩვენ არ წარმოვადგენ ჩვენ თავრობას და აი ჩვენ რაღაც უკრაინას მხარს უჭერთ და აქ რო რუსები შემოდიოდნენ, იმათ დასცინოდნენ, რომ წადი შენ იმაში რა ქვია ქვეყანაში და იქ გააპროტესტე. უკრაინის ომიდან გავიდა უკვე რაღაც მესამე, მეოთხე წელი. მეოთხე წელში ვცხოვრობ. ხო, ჩვენ ისევ ეს ვცხოვრობ. და სასაცილო იცი რა არის ყველაფერში, ანუ რითი განსხვავდები რუსეთისგან, თვითონ აქტივისტი, რომელიც იძახი, რომ იცი რა, მე აი რუსეთი არა ვარ, იმიტომ რომ ხარ ანუ რას ნიშნავს შენი მთავრობაში არ წარმოგადგენს. მე დიდი შენი ანუ ეგ არის აქეთა მხარესის ანუ შიზოფრენია, რომ შენ ვითომ კარგი ადამიანი ხარ და რაღაც მორალურ გამართლებას უძებნი შენ თავს, რომ არა, იცი რა, მე ამათვის ხარ მიმიცია და რა მნიშვნელობა აქვს ანუ ეგ გმართავს და ვინც გმართავს ის წარმოადგენს შენს. და თან ასწორი მე ამათ კანონებს მაინც ემორჩილებიან იხდიან 5000 ლარი ჯარიმას და რა. ხო, ჯარიმას იხდი. და აქვე შეგვიძლია ის ვახსენოთ, რა ქვია, ეს კომისიის ამბავი და მაგას მიმული არა, მაგას მიმული ეს გირაოს ამბები, რომელიც ბევრმა პოლიტიკოსმა გადაიხადა. რაც ორი ვარიანტია მანდ ახლა საბოლოო ჯამში, ხო? პირველი თუ იძახი რომ ეს კომისია არალეგიტიმურია, მაშინ არ მიდიხარ, ჯარიმას რო გიწესებენ არ იხდი და სანამ ფიზიკურად არ მოგადგებიან და არ გეტყვიან რომ ეხლა ციხეში წამოდი, მანამდე არაფერს არ აკეთებ. ეს არის ერთი ლოგიკური ესეთი რა, ანუ რომ გასაგები. თემა ეგ არის მოკლედ. ხო, მე მივაბი ლოგიკურად ვერ. ხო, არა, კი, ხო, ზოგიერთი მაყურებელი ცოტა ვერ არის და ეს გასაგონებს ვიდა რომ მიხვდეს რომ ახალ სხვადებაზე. და იმას დავამთავრებ კოდიში რა. დავამთავრე, კარგი. ძვირფასო მაყურებელო 26 მაისს 2025 წლის 26 მაისს თქვენ არა დამოუკიდებლობას უნდა აღნიშნავდეთ, არამედ დამოუკიდებლობისთვის უნდა იბრძოდეთ. ხო. კაი, დაიმღერე. მადლობთ. განათება ჩაგვივარდება ახლა. რა? განათება გადმოვარდება. ხო, ეგ შეიძლება. ჩვენი აგრძელებ. მე ვაგრძელებ, ხო. ერთი ეგ არის, რომ ლოგიკურად მიყვები იმ ჯარს, რას გაცხადებული გაქვს, რომ არ ლეგიტიმური მთავრობა არ ციხეში გამიშვით, არ გემორჩილებით. ეხლა მეორე ვარიანტი რა არის ამის, რომ ანუ გამოყლებებული რო არ გამოჩნდე რა, ანუ მაგ ამბის. მიდიხარ იმ კომისიაზე
რა ვიცი, აგინებ უფსამ მაგიდაზე და მოდიხარ, ხო? და ჯარიმასაც შესაბამისად არ გინიშნავენ, იმიტომ რომ კომისიაზე მიხვედი. ან ის უნდა გააკეთო, ან მეორე უნდა გააკეთო რა. შენ რო გეუბნებიან რომ კომისიაზე მოდი და არ მიდიხარ და ჯარიმას გიწერენ და მე იმ ჯარებას იხდი, შიქ ხوار გაქვს. ანუ რატო არ მიდიხარ? ხო, რატო არ მიდიხარ თუ მაინც ჯარიმა უნდა გადაიხადო? ხო, თან ანუ ტიპებს მიეცი, რა ვიცი, 50000 ლარი გადაუხადე და ყველაზე დიხლეობა რა, რომ მაინც შეიძლება დაგიჭირონ. ეს არის გირაო რა, რომ ცოტა ხანი, ხო, ცოტა ხანი არ დაგიჭირე. ანუ ვერ ხვდები მართლა, ანუ რა შუაში მირდი რა, პირდაპირ და რასაც ჩვენ თავიდანვე გაქცევის უფლებაც არ აქვს. ხო, რასაც ჩვენ თავიდანვე ვიძახდით, რომ უნდა მისულიყვნენ და რა ვიცი, მელაპარაკათ იქ, იმიტომ რომ ამაზე ეს მე გამოიყენეს სუდად გახარიება და კი, მან როგორია ხაზარაძე მაგას ვერ ილაპარაკებდა. რატო? ხაზარაძემ რა უნდა უთხრას? ხო, ეგ ცხადია, ხო, მე უცებ პარამეტრზე წავედი. რა ქვია, მეორე ჯაფარიძეს რა უნდა? ოღონდ ზურას არა. ხო, არა. ზურა ამ შემთხვევაში ზურა ორივე შემთხვევაში ის იქნებოდა რა, რომ მისულო კომისიაზე იქაც ცხად პასუხს გასცემდა, იმიტომ რომ აგერ იმის გრეჩიხას ძმის გამოცდილება გვაქვს, სადაც ჩაატმა იმ ნავში ხო. და მეორე კიდე ის რა ქვია, რომ არ მივიდა იმ კომისიაზე და ჯარიმა დაუწერეს, არ გადაიხადა და ლოგიკურად, სამწუხაროდ, მაგრამ ციხეში გაუშვეს და კიცე მორალური პოზიცია აქვს, მაგრამ როგორც ვიზით, კიცე მორალური პოზიცია არის კლეობა. თუ ეს არ არის გამყარებული რაღაცა ქმედებით. ხო, ანუ კლეობა ის კი არა, ცუდი კი არა, კიცე მორალური პოზიცია აქვს, უბრალოდ არაფერს არ ნიშნავს. ხო, არა, თან პლუს აქ ჩვენ შეგვიძლია ეს შორტს აგვიყვას, მაგრამ საბოლოო ჯამში ესეთ ამბავში შენ რო ციხეში მიდიხარ, ეგ მაინც და მაინც დიდ იმას არ იწევს. აი, იწევს რა საზოგადოებაში, იმიტომ რომ შენ ვიღაცას ჩაგრულის პოზაში შევლინები, რომელიც დაგიჭირეს და არა ტიპის, რომელსაც ძალა აქვს და ეს ამ ძალის გამოვლენა შეუძლია რა. მიუხედავად იმისა, რომ big respect ჯაფარას რა. ეგ მაინც არჩევანზე დგას. კი, საბოლოო ჯამში მაგას შეცდომა დაუშვა იმაზე, რომ აღარც უნდა მისულიყო სასამართლოზე. ხო, სასამართლოზე არ უნდა მისულიყო, მაგრამ anyways, ხო, ჯაფარაზე ტემპერატურის ასაწევის კარგი გზა იქნებოდა, რომელსაც ახლა როგორც ვიცით, გეგმავს მელიამ გამოაცხადა ეს და ჩვენ მელიამ როგორ დაასრულა ეგ თავისი გეგმა თავისზე, ძალიან სუდად გვახსოვს. მაგრამ იქნება ისწავლა გაკეთება. ხო, აი ეგ უნდა მეთქვა, რომ შეიძლება შეცდომა გამოასწოროს ახლა და რა ვიცი, ნახოთ რა იქნება საბოლოო ჯამში. არ მგონია, მაგრამ მელიას მერე კიდე გვარამია არის. ეს პატარ-პატარა რაღაცა ისე გაცხელების წერტილები არსებობს. ხო, ოღონდ არ იყენებენ. მან ცუდი ამბავი ის არის, რომ ნახე ისევ ანუ ჯაფარა ციხეში, ესენი შეიძლება დაიჭირონ და ოპოზიციაში გჭება, ვინ ანუ რაღაც ხო, ეს არა, საბოლოო ჯამში მაინც მაგაზი დადის რა, ეხლა რა ვქნათ ანუ ხალხის თვალში, იმას ვისაც ანუ იდეაში მხარდაჭერა უნდა ქონდეს, არა აქვს. ერთი მხარე ეგ არის და მეორე მხარე, რომელიც ანუ არაფრის გამო, რავი, მე მართლა ანუ სალობე ზურაბიშვილი, ჩერგო და გახარია, ხო? ანუ მე იქნება დაპირისპირება მაგორ შორის. მაგრამ ანუ მანდაც ძალიან რთულია რა. არა, გარკვეული დაპირისპირება არ იქნება, კაცო. ეს ძალიან იმენა იმის მიხედვით ვითარდება რა, მაგათი კოცების გეგმის მიხედვით, რომ ვინც ესე ჩამოისილეს, ჩარეცხეს, ახლები ჩარეცხეს, დარჩა დატოვეს ნაცები, რომელზეც მე იტყვი რა ესენი ნაცები არიან და მეორე აქეთ ყავთ ვითომ ოპოზიცია, ლელო და გახარია და ჩერგოლეიშვილი და სალომე ზურაბიშვილი. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ იმ ხალხსაც ვისაც იჭერენ, გადა იმიტომ იჭერენ, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძე, იმიტომ იჭერენ, რომ ეგ ნაცია. კი, ესეც მართალია. ხო, ცალსახასწორება მაინც მაგაზია და ნაცი ზურა იმიტოა, რომ არ ეშინია სიმართლეს თქვა იმ ადამიანს. ეგ ერთი და მეორეც ჩვენ ხო შევთანხმდეთ, კაცო, რომ ნაცობა არის იდეოლოგია ერთი და მეორეც არა პარტიული აფილაცია, არავინ ის იგი ჯერა და რას ამბობ. სიმართლეს თუ ამბობ, ნაცი ხარ ახლა რა, მოდი ვთქვათ. კი ბატონო. ხზურას მაგრამ არ გაუსწორდება, რომ ეს ნაცი დავძახთ, რა ხარ და რა ხნა ახლა ვერ გაიგე. ხო, არა ეს ერთი. მე ერთი მეორე საკითხი იყო ეს. არა, ეს ერთი ამ საკითხი. ეს ერთი ამ საკითხი იყო. მე ახლა ჩვენ ძალიან თვალი დავხუჭეთ ბატონი ირაკლი ოქროაშვილის ასოე დაჭერაზე. ხო, ეგეც კი ბატონო. ჯერ ეს თავის დროზე რომ ჩვენ ნაცებმა დავკარგეთ ირაკლი ოქროაშვილის ჩემი აზრით დიდი ტრაგედია იყო, ну თუმცა მისი ბრალი იყო, მაგრამ მაინც მაინც რაღაცნაირად უნდა შევენაშვილებენ, მაგრამ ეხა კაცი უკრაინაში იბრძოლა. Big respect რომ მართლა იბრძოდა. კი, მართლა იბრძოდა, ვიღაც 1-2 ქართველი პოლიტიკა, განსაკუთრებით ერთი ქართველი პოლიტიკა გასწავლის. ხო და მე თან მაგან პირველ რიგში მაგან გადაწყვიტა ამ პრინციპული პოზიციის დაჭერა. აჰა, თან ძალიან მაგრად იხუმრა რომ ეს რა ქვია, deep state-დან დამირეკესო და მითხრეს რომ გირაო არ გადაიხადო.
იმათი ოჩახ და თანამედროვედ კარგი ალფა მამრის ის არის პროტოტიპი არის. ის ვიდეო ხო არის ესა მინისტრი რო იყო და რო დარბის და თქვენი მოგებული ომის დედა მოვტან და მე კონცები რო ჭრიან მაგას. აი ხო და ეგრო რაღაც იმად არის აქ ხოლმე ვაიმე ქართულ ჯარს აღშება და არა მართლა ჯარში არ არის ალბათ ეგ ტიპი დაპყრობი რომელსაც ხო ეგ რაღაც ის გოდია. ეგ რა თქმა უნდა თან მეორეც ერთი ეს ცალსახად ეს ხო ამერიკანიზაცია ხდებოდა ქართული ჯარის მაშინ და ეს იღებდა დრილ სარჟენტის როლს რა ემაში. ხო. მედალ ჯაკეტში როგორც არის და აი ეს აი ქართულ ჯარს აღიქვენი მოგებული ომის დედა მოტყარ როგორ უთხრა ჩვენ ბიჭებს რომლებიც რომ მოკვდნენ ჩვენ ყლეზე დავიკიდებთ აცხადებს კოცი ხო საბოლოო ჯამში კი ბატონო და მაგრამ ვინც გადაიხადა იმასაც ვისაუბროთ ცოტა მოდი ეხლა და გივით არ გამაძებ გადაიხადა მაგალითად გივით არ გამაძებ მაგას გადაიხდიდა მან პრობლემა არის იმაში პოლიტიკური აქტორი რო ხარ და გირაოს იხდი რა საერთოდ გივით არ გამაძე არ არის პოლიტიკური აქტორი გივით არ გამაძეს რომ თავი გაეწირა ეხლა ჩამს ციხეშიო როგორც ოქროაშვილმა გააკეთა აი ეგრე ზუსტად რეზონანსი არანაირი არ მოყვებოდა რა საბოლოო ჯამში ციხეში გივით არ გამაძე რომ გადაიხადა ოკეი აი ვაშაძე არ მეთქვა დავიწყებოდი ვაშაძე ბადრი ჯაფარიძე და ხაზარაძე ხო და ვინმე დარჩა კიდე? არ ვიცი. ვინც დარჩა ისიც. ხო, ვინც დარჩა ისიც. აი ეგენი არიან პოლიტიკური მოთამაშეები. ხო. და აქვე არ არის გასაკვირო, ზუსტად ეგ ხალხი არის, ვინც იმაშება, რა ქვია, თამაშობს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა იმ რაღაც თვითმმართველობის არჩევნებში. და ნუ გახარია ბავშვი მივიდა. და თან ისე კი არ მივიდა, როგორც უნდა მისულიყო და ეს ფეხები შემოეწყო მაგიდაზე და რაღაცები დაეცინა ამ თელი მოვლენისთვის. არამედ მივიდა და ეგ აიცით რა არის ხა თქვენ გამოძიებას რატო არ ატარებთ 20 ივნისზე? დასრულეთ. ოღონდ ყურები ესე უნდა ქონდეს. ხო და არ მივიდა და იქ სერიოზულად ითამაშა ამათ. ანუ ფაქტობრივად ეგ მართლა არა მარტო ეგ იყო. მე უფრო დიდი ყლეობა გააკეთა კაცო მივიდა და უთხრა რომ ისო თქვენო ნაცებს ვერ ასრულებთ და ეგო ჩემი პირადი ის არის რა ქვია კოლინგ არის რომ ნაცები დავასრულო გამოყლებებულია. მეინ კვესტი აქვს ეგ ნაცები დაასრულოს. იდი ნახვი თქო რა ესე გადავეცით. არა ის მაგრამ გახარიათ რომ დაიჭირათ სასაცილო იქნებოდა და კარგი. გახარიას დაჭირა ხელმძღვანელობით? აი, ხალხი ქართულად ოცნება, თქვენ ხო ხართ დემოკრატიული მთავრობა. ხალხი ითხოვს. არა, ერთი ნაცი ხო დაიჭირეს, აი ხა კოცის დაიჭირონ. ნაცი ვინ? ზურა ჯაფარიძე ხო? ხო, ერთი კოცის დაიჭირონ, კაცო, და ბალანსი ხო გვინდა. კარგი. ვისაუბროთ, მოდი ოფენერზე რატე. მოდი ჯერ სარეკლამო ჭრა ვქნათ. კი ბატონო. კაი ბატონო, რატე ახლა ჩვენ როგორც არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ერთგული მაყურებლები. კი ბატონო. რომლებიც პირველ რიგში ესე იგი ჩვენთან შემოწირულობა მევიდა ბატონის შუსუსუდან დისკორდიდან კი ბატონო სგან დისკორდიდან რომელიც აქ არ არის და მან შეგვიძინა დანა რამე თუ ჩვენ წინა ეპიზოდში კუბდარი ვერ დავჭერით მაგრამ ამავდროულად ეხა ჩვენ ამ ეპიზოდში კუბდარი არ გვაქვს ამიტომ არ ვიცი მე რა წამოიღე ვაშლი რამე თუ შენ გემახსოვრება ეს რა ვქვია ცნობილი დიდი ქართველი გმირი ბაჩო ახალაია რო დაიჭირეს კი ბატონო მაგაზე იყო ის რომ ესეთი ჩვენება მისცავედაცა რომ დანას მახსოვს და დანას იმას ვიტყავდა თავშიო ხო და მე დანის გადისა დანასთლი და რა ვაშლი და ბოდიში მე ხო ვაშლის გათლა არ ვიცი ამიტომ ტრადიციულად ფილმის ვილენი პროჭივით კაცივით შევჭამ აი ესე უპს კი ბატონო მე აქ ასე ჩამოვჭრი აქ არ მინდა ის აი არა პროჭივილენი არ ვარ პროჭივილენი დაი მე ვქენ პროჭივილენი და ასევე რუზუკუ დისკორდიდან შემოგწირა რაღაც რაოდენობის თანხა რამე თუ ჩვენ გვეჭამა ლობიანები და ლობიანები არ იყო ამიტომ მე ვიყიდე ლობიანი ლორით და შენ გიყიდე კარტოფილიანი ღვეზელი აჰა Καλώς მირთ. If. საფეთში არ გაქვს შეჩემა? კი, აი. მე? შენ კითხე მე თუ მაქვს, მე კითხე მაგ. აი, არა უშავს. ესე იგი, აუ. არა თუ და. მადლობა. სულს მაყურებლებმა შიოდა. სულზე მოგვიცა დიდი მადლობა რომ შემოგწირეთ თანხა. თუ გინდათ რომ თქვენც ასევე არა აუცილებელი საჭმელი იყოს, იმიტომ რომ გავსკადები ისე შეიძლება, მაგრამ თუ გინდათ რომ დაიხმაროთ ხამს, გადაცემა ხამს.
დაპირებულ კომენტარში გექნებათ ლინკი, საიდანაც თქვენ შეგიძლიათ გვაჩუქოთ ფულები და ხო რეკვესტები გამოუშვით. ხო, რეკვესტებიც ასე შეიძლება. ნებისმიერ ხო, გამოუშვით რა კრეატივი ჩართეთ ცოტა. რაციონალურ საზღვრებში ჩავსვათ. რაციონალური კრეატივი ჩვენ ამას მივესალმებით. კი, ჩვენს ვიცით რაც არის. ხო, ჭამე. კი ბატონო, მაგრამ შენ ნილაპარაკე რამეზე რომ მარტო ჭამა არ იყოს. მოდი ვისაუბროთ ჩვენ შემდეგ თემაზე OpenAI-ზე. სამგეჯიბისკენ ხელი. აი, აუდიენცია უკვე ჩემხარზე. მიდი. არა, ჩემი ღრმა რწმენით ზვირფასო რატი. ამ OpenAI-ის ისე გამოცხადება, რომ აი ხა ერთი დღე ვისვენებ და რაღაცა და ამიტომ მოვიდა ამდენი ხალხი რომ აი განტვირთვა ჭირდება და აი ეს არაუშავს და რაღაც ეს არის სისულელე, იმიტომ რომ იმდენი ხალხი არ დადის რუსთაველზე. მაგაში გეთანხმები. ისინი ისვენებენ ისედაც, ამიტომ ეს ერთი დღე განტვირთვა არის სისულელე. უბრალოდ ეს არის ექსკიუზი ჰედონიზმისთვის. რომ იმას საკითხი რა ქვია, როგორ არის? ქართველი ქალიშვილები დააბან. ქართველი ქალიშვილები დააბან. ყოველ კვირას შეგიძლიათ ვიყოთ ჩვენ გადაცემაში ხამში, სადაც ესეთი კარგი ხუმრობები გვაქვს. არა, ხო, ქართველი ქალიშვილები დააბან პაკისტანელმა ჟორებმა. მე ძალიან კარგი ალეგორიები, მე ძალიან მიყვარს. რაც დღეიდან ჩემ ვერნაკულარში ჩაჯდება ეს ძალიან თავისუფლად. დაბმა და ჟორები. ხო, მაგრამ ანუ თუ მიდიხარ იქ, რომ დაგაბან მაგისტვის თუ მიდიხარ, წადი მაგისტვის, კაცო, ეგ პრობლემა კი არ არის. უბრალოდ ნუ ფარისევლობ და ნუ ამბობ, რომ ერთი დღე განტვირთვა მჭირდება. თორე ხა ეს გადამკვდარი არის რუსთაველზე. კი ბატონო, მაგაში ვეთანხმები. აბა რა გინდა ვერ გავიგე. არ მე რა ვიცი. ისე აი თან ერთი ცალსახად პოზიტიური ფაქტი მოხდა, მაგრამ რომ რუსეთის დროშას დააფსეს. და მარია ზახაროვას ამაზე კუჭი აეშალა, ამიტომ ხო. კარგია ეს, კარგია. ესე კაია ხა. ესე რა დავიწყოთ საუბარი, ახლა დედის შოუში გადავდივართ ნელ-ნელა. და ვინც აქამდე დარჩა, ისინი მსახურებს დედის შოუში. სპეციალურად თქვენთვის. არა, მე იცი რა არის, რა ქვია, OpenAI-ის მთელი ამბავი ეგ იყო რა, საბოლოო ჯამში, რომ მართლა ძალიან ბევრი ხალხი მივიდა და ეგრე დატრიალდა საბოლოო ჯამში, რომ ხო, მან თან ვიღაცები იყვნენ, რომლებიც ამ საერთო იმას აყვნენ, რომ კი, 1-2 დღე ვისვენებ და მე ჩავდივართ აქციებზე, ვინც მართლა ჩადიოდა აქციებზე, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა ხო მართლა ის რა ქვია, გასართობად იყო იქ მისული. თან მე იმის წარბჯერა, რომ ის რა ქვია, იქ რაღაცა ერთი იდეა ერთიანებდა ამ ხალხს და რაღაცა ერთი იდეა იყო დაბმის იდეა ჩვენ აი კოცების იმან რა ქვია სიძულვილმა OpenAI-ზე გაგვაერთიანა ხო ანუ მე მაგის წარბჯერა კარგი იქნებოდა რომ ეგრე იყოს მაგრამ ეგ ხო სადმე უნდა გამოიხატოს საბოლოო ჯამში ამიტომ ხო არ ვიცი აშკარად არ მუშაობს ეგრე კვირაში ერთხელ მაინც გამოდიოდეს ეგ ხალხი რა ვიცი მე ანუ აქციებზე მაგდენი არა ხო და კი ბატონო ვიტყოდი რომ აი ოკეი დაისვენეს ახლა ესე იგი მოიცა ესე მოვიდა ნიკოლოზ ჟავანაძეს განცხადება პირადად მე მომივიგავნა ნიკოლოზ ჟავანაძემ თავის განცხადება ნიკოლოზ ჟავანაძე იცი ხო? კი რა თქმა უნდა მაგიზე და შევეცი. თუ დღესვე არ დაიხურება სოდომისტების ფესტივალი ლისზე საქართველოს ძალიან ახლოს იქნება ცხინვალის და სოხუმის საბოლოო დაკარგვა. ორ ეს მართლა სასაცილოა. რა დაუკავშირა ეგ ორი ერთმანეთს? ანუ იქ დააბამენ. და უმში ვეღარ წავენ. ხო, რომ ვეღარ დაიბრუნა, აი, სად გაატყდა, სად დააბა ნიკოლოზ ჟავანაძე. ხო, არა, ერთი ეგ არის და მეორეც ერთი მაგათ მან ნეგატიური რაღაცებიც მოხდა ახლა მაგალითად. ცალსახად კრინჯი უბრალოდ ეს ბარეთებს, მაგრამ პალესტინის დროშა რო ადიდეს. ხო, რა, ეგ ჯენზური ფენომენი არის, იმიტომ რომ TikTok პოლიტიკოსები არიან ეგენი. რა შევთანხმდით წინა გადაცემაში ეს არ არის ჯენზური ფენომენი. მართლა? ჯენზური ხო ანუ მაგაგები ჯენზური არა ანუ რასაც დღეს
ჩვენ ხო ოპენერის დისკურსში ვართ ახლა შესაძლებლობის და ჯენზი არის ის ვიზეც მე ვლაპარაკობ ახლა ამ შემთხვევაში და არა ზოგადად ჯენზი. ესე სიტყვებს ვერ დააბრუნებ კაცო ახლა აქ ამას ნიშნავს და აქ ამას ნიშნავს ეს რა არის ხო არა კომუნისტები ხო არა ვართ კაცო. მოდი შევთანხმდეთ. ჯენზი კები რომელსაც ჩვენ დავცინით და რაღაცა ესენი არიან ჯენზი იყვნენ. რომელიც ჩვენი ნიგაები არიან ესენი არიან ზუმერები. ოკეი, კაი, ესე ვქნათ. ხო. კი ბატონო. ხო, მაშინ გეთანხმები. აი კომპრომისია. მადლობთ. და აბსოლუტური ყლეობა ის იყო რომ ეს რა ქვია კაი, ჯანდაბას თქვი რომ ეს რა ქვია სოლიდარობა პალესტინას, მაგრამ ანუ დედამოწყნული 4 წელია იბრძვის უკრაინა, ერთხელ მაინც ახსენე რა ვიცი მე ანუ არ ახსენეს? არა, ვაფშე. მე გუშინ არ უხსენებიათ, გუშინ ვიყავი და დღეს აგერ აქ ვარ და არ ვიცი. დღესაც ვიყავი. როდის? დღეს. არა, დღეს არ ვიყავი. აბა ასე ვიყავდი. იქ არ ვიყავდი, სხვაგან ვიღებდი. აჰა, ოკეი. დაბმა გამოჩნდა კადრში? არა. არა, ვერ დავიღებდი, ხო? ისე სხვა ვილაპარაკეთ. რაზე? რა. რავი. აი, ეხა თქვენ შეგონიათ რომ ეს ჩარჩება ვიდეოში ძალიან ცდები. ზურას დაჭერაზე ისეთი რაღაცა არის რომ აი მაგამაც თუ არ გამოიწვია ეს ლივ ბაბლში ის რომ აი შვიდობიერებას რაღაც ეს ხო მაგათი ის იყო რა ქვია მე მეცხვარე მაგათი ხო იყო ზურა ხო ვისი აი ლიბერასტების ну ახალგაზრდა ლიბერასტი ჯენზიკების როგორც შევთანხმდით და რეზუმერების აი ეგეც მეტნაკლებად რა ну ახლა ყველაზე მე მგონი ყველაზე მაღალი რეიტინგით ეგ არის როგორც პოლიტიკოსი კი ხო მე მაგას თუ არ იმას აკნა ახლა ეგ დაიჭირეს და რა გაქნეს რომ აი გამოიყვანეს შავ-თეთრი სურათები დადეს Facebook-ს და რაღაც ამბები რომ ზურა მე ერთხელ შემხვდა და მე უთხარი რომ მე შენი ფანი ვარ და იმან მითხრა რომ მადლობაო და ეს აურა მაგარია რომ პოლიტიკოსი დამელაპარაკოთ ხო ეს არ გამოიყვანს ზურას სიხიდან არც ის არ გამოიყვანს რომ სასამართლოს გარეთ რაღაცები იქნია და იტირე ზურას გამოიყვანს სიხიდან არ ვიტყვი რა მაგრამ ამას თუ არ გამოაფხიზლა ეს ხალხი დაენძროთ და ეგ არის. ო, არ ვიცი. მე და შევიყოთ კარგი. ტრაგიკული დასასრული გამოვიდა გადაცემის, მაგრამ ეხა ეგრე არის ტრაგიკული სიტუაცია ქვეყანაში და ცუდია რომ აგერ 26 მაისი მოდის და ჩვენ აი ასე ხვდებით 26 მაისს, მაშინ როცა ტანკები უნდა დარბოდნენ და მიშა ყვიროდეს რაღაცეებს, რაც ხო ანუ. არა, ტანკები უნდა სეირნობდნენ და მიშა გალობდეს აი ეს. კი ბატონო. ხო, მაგარი ტრაგიკულია და როგორც შეთანხმდით ისე 26 მაისს თავისუფლებას კი უნდა აღნიშნოთ, თავისუფლების უნდა ვიწოდეთ. ეს არის და ეს. შევხვდებით შემდეგ გადაცემაში. კი ბატონო. დახვანდის. ოი, ხო და ასევე ბოდიში ჩვენი სტუმარესთან დაფრინობა დაგვაიწყდა. ნახვამდის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. იმედია კიდევ გვეწვა. მართლა ძალიან გაგვიხარდა. წადი.